რატომ გვიჭირს დილით ადრე გაღვიძება და რატომ ვიღვიძებთ ხშირად უენერგიოდ? ეს გაღვიძების მომენტი, როცა ჩვენ გრძნობ უენერგიოდ, უმოტივაციოდ, ხშირად ვფიქრობენ, რატომ უნდა ავდგე საწყლიდან, მით უმეტეს რატომ უნდა წავიდე ვარჯიშზე და ეს ძალიან რთულად გადასალახია ხოლმე ადამიანებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ არ ხართ მარტო. ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ესე. ძალიან გვიჭირს ჩვევაში ქცევა ამ ყველაფერს. პირველ რიგში, როცა ჩვევის გადაჭრილზე არის საქმე, არ აქვს მნიშვნელობა ძილს ეხება, რომ მნიშვნელოვანი არის ცნობიერების გაზრდა იმის მიმართ ჩვენ ეს რაში გვჭირდება. საიდან დავიწყოთ? ყველა გზა იწყება მაშინ. ანუ ყველა გზა, ყველა დასაწყისი სასრული იწყება მოხულა. ამიტომ ერთადერთი რჩევანი რაც შემიძლია ადამიანებს უთხრა, რომ შიგნით გადაიტანა შენი თვალი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თიაჩიკია, ხატვარი. ეს არის ჩემი YouTube არხი და დღეს ვისაუბრებ ჩემს მოწვეულთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა წილი ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი სტუმარია ქეთი ყაველაშვილი, შინიაგა სტუდიის დამფუძნებელი და ინსტრუქტორი. მოგესალმებით ქეთი. მოგესალმებით თეა, შენს, ჩვენს YouTube მსმენელებს. მიხარია აკოვდა. ძალიან კარგი. ქეთი, პირველი კითხვა ასეთი. რატომ გვიჭირს დილით ადრე გაღვიძება და რატომ ვიღვიძებთ ხშირად უენერგიოდ? ძალიან სასიამოვნო კითხვა არის იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ის ცოდნა და ყველას გონია, რომ მხოლოდ ის არის დილით უენერგიოდ როცა იღვიძებს. არა და ეს ძალიან ბიოლოგიური და ბუნებრივი პროცესი არის, რადგან დილას გაღვიძების დროს ჩვენი სხეული გამოიმუშავებს ერთ-ერთ ჰორმონს, რომელსაც ქვია კორტიზოლი და მოიაზრება როგორც სტრესის ჰორმონი, მაგრამ ეს ჰორმონი ამავე დროს გაღვიძების დროს გამოიმუშავება, იქიდან გამომდინარე, რომ გვჭირდება გამზადებს მომავალი დღისთვის, ანუ დარჩენილი შენი დღის აქტივობებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ეს გაღვიძების მომენტი, როცა ჩვენ გრძნობ უენერგიოდ, უმოტივაციოდ, ხშირად ვფიქრობენ, რატომ უნდა ავდგე საწყლიდან, მით უმეტეს რატომ უნდა წავიდე ვარჯიშზე და ეს ძალიან რთულად გადასალახია ხოლმე ადამიანებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ არ ხართ მარტო. ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ესე და ეს არის ჩვენი ფიზიონომია. თუმცა ეხლა შევხედოთ ესე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად აი ამ პატარა სირთულის, თუ დიდი სირთულის, მე პრინციპში ვერ მომიაზრებ თლად პატარა სირთულეთ, იმიტომ რომ აი ეს თუ გადავლახეთ, დავიწყეთ თუნდაც იმით, რომ მე ლოგინიდან ავდექი და ამ ფიქრში აღარ გადავარდი, რომ ეხლა მძინება, მე ენერგიობა მოქვს. დავიწყე რაღაც მოქმედება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა მოქმედებას დავიწყებ, უკვე ის ჰორმონი, ის ჩვენი ენერგეტიკული მდგომარეობა იცვლება. ამიტომ ხშირად არის, რომ დილის თიოგას ვინც ვარჯიშობს, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში გრძნობს განსაკუთრებული ენერგიის მიჭარბებას, მობილიზაციას, კონცენტრაციას და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ მისმა სხეულმა ეს ჰორმონი, ეს მოდუნება, ეს ყველაფერი მთლიანად გადაამუშავა. და აი ეს განსაკუთრებული ეფექტი გვაქვს ხოლმე ამ დროს. ამიტომ მე პატარა რჩევასაც შემიძლია მივცე ადამიანს, ახლა შეიძლება მთლად ვერად პირდაპირ იოგა ვერ დაიწყო ან წახვიდე სტუდიაში, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როცა გავიღვიძეთ თვალს გავახელთ, პირდაპირ რაღაც მოქმედება გავაკეთოთ. თუნდაც ის, რომ მარტო ფეხები გადმოვდგეთ საწყლიდან, ვაქციოთ რაღაც 5 წუთიანი ან რაღაც რუტინა, თუნდაც სახის დაბანა, თუნდაც ის, რომ ეს იქნება შენი გარდამტეხი აქტიობა იმის, რომ დღე გააგრძელო რაღაცნაირად. ან თუნდაც ადგე და პირდაპირ წახვიდე რაღაც მარტივი გააკეთო 5 წუთი, წყალი დაისხა და 7-დან სვარ დილით პირველი ჭიქა წყალი, რაც ძალიან ასევე სასიამოვნოა ჩვენი ორგანიზმისთვის, კარგი იქნება თუ თბილი იქნება ეს წყალი. და აი ეს რაღაცები მე უკვე გადაყავხარ უკვე სხვა ეტაპზე ცხოვრების და გააზრების სხვა ეტაპზე. ქეთი, ძალიან კარგი, აი მაგალითად ჩვევასთან დაკავშირებით მინდა დაგისვა კითხვა, ძალიან გვიჭირს ჩვევაში ქცევა ამ ყველაფერს, აი ჩვევად ვაქციოთ, თუნდაც დილას ადრე ადგომა და დაძინება.
რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ სამედიცინო თვალსაზრისით, არ გავცემთ ჩვევებს, ეს არის საკუთარ პრაქტიკაზე მიერ ანუ ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ და ეს ყველაფერი ვნახეთ. აი რა რჩევას მისცემ ადამიანებს, როგორ ვაქციოთ ეს ყველაფერი ჩვევად, რომ დილა საღამოს ძილღვიძილის რეჟიმი მოვაწესრიგოთ. ძალიან საინტერესოა და მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეს არეული აქვს, იქიდან გამომდინარე რომ ხშირად არის პასუხი რომ იცით რა არის მე ესეთი გრაფიკი მაქვს, ესეთი ისა გვაქვს, თუმცა მე იმას ვიტყვი რომ ჩვენ ერთი სხეული გვაქვს. ამიტომ ერთ სხეულს ამდენი ცვლილების გაძლება რა თქმა უნდა ძალიან უჭირს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ. პირველ რიგში, როცა ჩვენის გადაჭრაზე არის საქმე, არ აქვს მნიშვნელობა ძილს ეხება, თუმცა მნიშვნელოვანი არის ცნობიერების გაზრდა იმის მიმართ ჩვენ ეს რაში გვჭირდება. და ასევე ცნობიერების გაზრდა იმის მიმართ ჩვენ რამდენად ვარღვევთ და ვაზიანებთ ჩვენს ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას იმ კონკრეტული რაღაც პატარა ჩვევით, თუნდაც რომ ღამე ვერ ვიცინებ თავის დროზე, ღამე ვჭამ და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ პირველ რიგში მე მინდა ადამიანებს ვურჩიო რომ მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ ძილის ფაზა, დავარეგულიროთ რომ რაღაცნაირად ერთ სარტყელში, დროის ერთ სარტყელში, ну ახლოს მაინც გავიღვიძოთ და დავიცადოთ. მაგალითად ვიტყვი რომ 10-დან 11 საათამდე ან 11-დან 12 საათის აი ამ შუალედებში შევძლოთ თქვა დაძინება, რადგან ძილი ეს არის ჩვენ ჯანმრთელობის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც დგას შემიძლია თქვა დანარჩენი უკვე მიღებულები. თუ ძილი არის მოწესრიგებული, ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის არიდება შეიძლება და გამოსწორება შეიძლება. იმიტომ რომ ძილის ფაზაში ხდება მნიშვნელოვანი ჰორმონალური დალაგება, გადალაგება, ცვლილებები, რაც მეორე დღეს განსაზღვრავს შენს, რაც ვისაუბრეთ ენერგიულობაზე და ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ის ფაზა 11-დან 3 საათამდე, 11-დან 4 საათამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფაზაში ახდენს სხეული იმ სიღრმისეული ძილს მიაღწიოს, სადაც ჩვენ სხეულში ხდება წმენდა. ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს, ზურგის ტვინი გამოიმუშავებს კონკრეტულ სითხეს, პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია სამედიცინო იმაში ჩავიხედოთ და ვნახოთ, გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც მიიწოდება შემდეგ ამ ღრმა ძილის დროს მხოლოდ თავის ტვინს და თავის ტვინში უჯრედები თავისი ნარჩენებისგან თუ რამე ზედმეტი გამოიმუშავა დღის გამოში ყველაფერს ასუფთავებს. ანუ მხოლოდ ამ დროს ხდება ტვინის გასუფთავება. როცა ბოლომდე ღრმა ძილშია უჯრედები აბსოლუტურად არააქტიურ მდგომარეობაშია და ეს ნარჩენებისგან იწმინდება. ეს არის იქიდან იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ნაკლები სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, ნაკლები შფოთი, ეს ყველაფერი არის იმ ნარჩენების დაგროვების, ასე ვთქვათ, შედეგობრივობა შემდეგ. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, ამდენად მნიშვნელოვანი, რომ ფაზა დავარეგულიროთ ძილის და დილას გაღვიძებ. ქეთი, მე გეტყვი საკუთარი გამოცდილებიდან ახლა რასაც შესაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის ისევ განმეორდები, რომ პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი მაგალითად მხატვარი და შემოქმედების თვალსაზრისით რომ ახსენდება ის პერიოდი, როდესაც მე მაგალითად ეს ძილღვიძილის ფაზა დარღვეული მქონდა და შემოქმედებამ შეიძლება დამეხატა ღამის 2 საათზე, 3 საათზე იყო ესეთ შემთხვევები, ძალიან ხშირად რომ არ ვაქცევდი დიდად ყურადღებას ამ ყველაფერს და თავისუფალი გრაფიკით ვცხოვრობდი, ასე ვთქვათ. როგორც კი მე საკუთარ თავში გადავდგი პირველი ნაბიჯი და დავიწყე ის რომ მოდი აი მოვაწესრიგებ ძილღვიძილის რეჟიმს, ხო, დავიწყებ დილას ადრე გაღვიძებას. აი მოდი ვიფიქრებ იმაზე, რომ დილასაც შემიძლია რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები გავაკეთო, ხო, იდეები მომივიდეს.
როგორც კი მე რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა ერთდღიანი და ორდღიანი პერიოდი, როგორც კი მე ეს ყველაფერი დავარეგულირე, დავიწყე დილას მუშაობა, ხო, საკუთარ თავზე, განვითარებაზე, ხატვაზე, ნახატებს დაეწყო ეს ყველაფერი. ანუ ნახატები შეიცვალა. უფრო მეტად კი, აი, ნახე იცი როგორი რაღაც იყო, რომ უფრო მეტად გაფართოვდა, უფრო ხიზელი გახდა გონება, უფრო ხარისხიანი გახდა. აი, ხარისხიანი ზუსტად. როგორც კი ამ ყველაფერს მე ფიზიკური აქტივობა დავამატე, ხო, იოგაზე შემოვედი, შენთან სტუდიაში და დავიწყე, ანუ უფრო მეტი აქტიურობა ჩავთე და მე აი ახლა შემდეგი კითხვა რაც მინდა დაგისვა, მე ინსტინქტურად ჩემ ორგანიზმს როგორც კი დაუწყე, სხეულს დაუწყე მოსმენა, წავიდა ის რომ მე დავიწყე კვებაზე ფიქრი, რომ მოდი ამ ყველაფერთან ერთად კვებაც მოვაწესრიგო. და აი პირველი კითხვა აქ არის, რომ ქეთი რამდენად მნიშვნელოვანია კვება ჩვენს ცხოვრებაში და მით უმეტეს როცა ფიზიკური აქტივობა ამ რეჟიმს მიყვები, ასე ვთქვათ, დადებითი კუთხით. კი ბატონო, ანუ მეორე საკითხი რაც არის, ძილის შემდეგ რაც ვისაუბრეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომელიც დგას უკვე, ეს არის კვება. ძალიან ხშირად კითხულობენ როცა იოგაზე, აი როგორ ვიკვებო? როგორ ვიკვებო ან რა ვჭამო, მე არასოდეს არ ვაძლევ ამის კონკრეტულად რაღაც დაწერილ ან რჩევას. თუ ადამიანი ხა რაღაც განსაკუთრებულ იმას არ მიყვება. მაგრამ საქმე რაშია? ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის კვებაში შევიტანოთ ბალანსი და რაც გულისხმობ ახლა აქ. ვიცოდეთ შესაბამის დროს, შესაბამისი რაოდენობის საჭმლის მირთმევა და შესაბამისი საკვების. ანუ შესაბამის დროს, შესაბამისი ულუფით კონკრეტული რაღაც საკვები, რაც შეიძლება იმ დღის მონაკვეთში, მაგალითად, რაც გულისხმობ ახლა, რომ ნახშირწყლოვანი საკვები უფრო მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანი რა ჯობესია მივიღოთ დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გადავიდეთ უფრო ცილოვან საკვებზე. ასევე ვარჯიშის მე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როცა წონის კლებაზე არის ხოლმე საუბარი, ვარჯიშის შემდეგ მივმართოთ უფრო ცილოვან კვებას და ნახშირწყლოვან კვებას. ანუ კვება არ არის რაღაც კონკრეტული რაღაცის ჭამა ან კონკრეტული რაოდენობის. არა, უბრალოდ ამაში ყველაფერში შევიტანოთ ბალანსი და რაც ყველა მიცის, მოვეშვათ მავნე ჩვევებს. ამოვიღოთ მავნე ჩვევები. ეს ყველა მიცის, ეს არის სწრაფი კვება, ტკბილი და რაც შედის შემდეგ კიდე დამატებით ვთქვათ სიგარეტი, ანუ ნიკოტინის მოხმარება, ხო? ეს არის ალკოჰოლი დოზირებულად, რა თქმა უნდა. ეს არის ის მავნე ჩვევები, რომლის ბალანსირებით ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ჯანსაღ, ასე ვთქვათ, კვებით რეჟიმზე, რაც უკვე მოგვწევს ჩვენ დადებით გავლენას, დადებით ეფექტ ჩვენ სხეულზე. აქ არ არის საოცრებელი, რომ მაგალითად ვიღაც მოდის იოგაზე და მაინდა-მაინც გახდეს შენც ვეგანი. არა, ეს თავის მოტყუება იქნება ჩემთვის როგორც ინსტრუქტორისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, იმიტომ რომ საერთოდ მომზადებელი ამისი მენტალობა სხეულის ასე შემდეგ. უბრალოდ შევიტანოთ მცირეოდენი ბალანსი, ნაბიჯ. დღეს თუ ვჭამ მაგალითად 3 შოკოლადს, ანუ ეწევი ადღერ სიგარეტს, ხვალ მოვწიო 2 ღერით ნაკლები ან 1 ფილით ნაკლები შოკოლადი. ის რომ მე კატეგორიულად მაგალითად არ მომწონს ხოლმე ის რომ ადამიანი ბოლომდე კრძალავს რაღაცას, მაგალითად ტკბილს და იძახის რომ მე ხვალიდან 1 თვე საერთოდ აღარ შევჭამ ტკბილს. კი ბატონო, კარგია, თუ გაქვს ამის გამძლეობა, კი, მაგრამ იცით რაში ვარდებიან 1 თვე გამძლეობაზე ვარ და მე ისე ვუბრუნდებით. არა, აქ არის მნიშვნელოვანი ის გააზრება, რომ უარყოფითი მავნე ჩვევის გადაჭრა მოხდეს. თუ ვიღაცას აქვს იმისის, რომ ერთი შემოქმნებით ეს გადაეჭროს და დაიწყოს, ეს საკმაოდ ძლიერი მენტალური და ესეთი მიდგომა არის და რატომაც არა, ბრავო, მაგრამ გადაჭრა რაღაცის, რომელსაც რაღაცაც რაოდენობა არის, წლებია ვიღაც აკეთებს, ხო? ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება. დრო ჭირდება არა მარტო ფიზიკურად, მენტალურად, რომ შენ თავს ჩაუღრმავდე, რომ ეს ნახე ამის გარეშე შემიძლია. პირიქით, როცა უკლებ და როცა იღებ ამ რაღაცა კონკრეტულად ვთქვათ, მაგალითად ტკბილის ამოღება, მე ვსაუბრობ ჯანკ ტკბილზე რაღაც ნამცხრებზე და შოკოლადებზე, რომელიც ბევრი ადამიანი ჩემს განსაკუთრებით ყოველდღე მიირთმევს.
ხო, აი ამას გადაჭრებას რო იწყებ, სხეულიც მადლიერია და შენც მადლიერი ხარ. და არ შეგეშალოთ ყველას მინდა ეს განსაკუთრებით ის გვისმეს, რომ ის როცა ადამიანი ძახის ხოლმე რომ ამის გარეშე არ შემიძლია, ეს არის ტყუილი ტვინიდან. ანუ ტვინიც ეჩვევა იმ მავნეობას და ტვინი იმ სიგნალს გიშვებს, რაც შენ მიაჩვიე. და უკვე ტვინი და შენ ერთ ჩვევაში ხარ და ამ რუტინას იმეორებთ, მაგრამ ტვინის გადაჩევა ისევე შეიძლება, როგორც მიაჩვიე მაგალითად ყოველდღე შოკოლადის ჭამას. უბრალოდ ამასთან ჭირდება ნაბიჯი ცნობიერის გაღრმავება, რომ იცი რა, მე ახლა ამის გარეშე შემიძლია მაცადე და მე სხეული ძალიან მადლიერია. არც ერთ სხეულს არ სჭირდება ეს მავნეჩვევები, რაც მე ახლა ჩამოვთვალე. არც ერთ სხეულს. იქეთი და მე ვფიქრობ, რომ ამით უფრო მეტი თავისუფლებაც მოდის, რომ თქვა შენ მოწესრიგებული გაქვს, რომ აღარ ვფიქრობ, ქაოტურად არ მნიშვნელოვანი ფაქტორი გაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გონიათ რომ პირიქით, აი მეც მქონდა შეგრძნება, რომ აი ხა ყოლებზე და რა, არა, პირიქით, ანუ ეს ყოველთვის შენ უფრო მეტი თავისუფლებას გაწევს რეალურად, აი იცით რომ ნუ უკეთესია რა თქმა უნდა, თუ დროის მიხედვით ვიყავით, ხო ეს არ მართლაც რომ იდეალურია. კეთი, აი დილას გაღვიძებისთანავე რა რჩევას მოგცემ? რითი დავიწყოთ? ერთს დავამატებ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვი შენ, რომ გარდა ამის ამ მავნეჩვევების ის არის, რომ მიჯაჭვულობისგან თავისუფლდებით. და ეს გვითავისუფლებს ძალიან დიდ სივრცეს პირველ რიგში ჩვენში ნაგან არსებობაში, ჩვენს მენტალობაში, ასევე ცხოვრებაში. მიხვდები, რომ რაღაც ძალიან დიდი მიჯაჭვულობისგან, სიმძიმისგან გათავისუფლდი, როცა ეს ჩვევა დაძლია. და თავი აი უდიდესი ძალა შემოდის შემდეგ ამ ყველაფრის მერე. ეხლა დილის დაწყებას რაც შეეხება, ჩემი პირველი რჩევა იქნება, რაც პრინციპში უკვე ვთქვი ძილთან დაკავშირებით, რომ 10 კვირის შემდეგ რაღაც 5 წუთიანი რუტინა, ვისაც რა მოეხერხება, ზოგი რა ვიცი, ყავით იწყებს, ზოგი წყლით იწყებს, ზოგი სახესიმანს. ოღონდ ნახეთ ამას მივუდგეთ ოღონდ როგორც უკვე გაცნობიერებულ მოქმედებას, რომ ეს 5 წუთი არის ჩემი ცნობიერების გაღვიძების 5 წუთი. ანუ რაც გულისხმობ, ახლა დილით ვდგები და ეს 5 წუთი, რომელსაც მე წყლის დალევას მოახმარ, იქნება ჩემი გონების ყურადღების მთლიანად მომართვა ამ კონკრეტულ ამბავზე, რომ წყალს სვავ. და შემდეგ მთელი გონებით ყურადღებით როცა ვართ ამაზე და ამას ყოველდღე აკეთებ, ნახავთ რომ ყოველდღე ეს ყველაფერი შეიძლება. ყოველდღე იქნება განსხვავებული. შენი ცნობიერი იქნება უფრო ხმა, წყლის გემოსაც სხვანაირად შეიგრძნობ, სხეულს სხვანაირად შეიგრძნობ, ანუ სიღრმისეულად შეიგრძნობ, როგორ ახდენს სხეულის ჰიდრატაციას და ეს არ არის უბრალოდ წყლის დანევა. ანუ ნახავთ რომ რამხელა ამბავი ხდება ამ 5 წუთში თურმე. და დღითი დღე ამ სიღრმეში გადავთ. ეს არის რაღაც მედიტაციის პრაქტიკა, რაც mindfulness-ი შეგვიძლია ვუწოდოთ ამას, რომ აი 5 წუთი არ აქვს მნიშვნელობა, ხა 5 წუთისა ვთქვათ, შეიძლება იყოს ან სახის დაბარავის, ვის რაც უფრო უზის თავის დილის რუტინაში, ის ამოირჩიოს და ეს აკეთოს თუნდაც ყოველდღე და ნახავთ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი. თუნდაც კითხვა დასვი, აი ეს წყალი დღეს ცივია, ეს თბილია. ანუ რაღაცა მთლიანი ყურადღება არის აქ. და ძალიან საინტერესო პროცესები მოხდება შემდეგ უკვე ცნობიერში და უკვე მენტალურ სამყაროში. კეთი ძალიან საინტერესოა და მოდი ბოლო კითხვას დაგისმევ ჩვენთან დაკავშირებით, აი რა რჩევა შეიძლება მივცეთ ადამიანებს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, ჩვენს მენენებს, რომ როგორ გადადგან თუნდაც ის პატარა ნაბიჯი, აი როგორც ტრანსფორმაციაზე რო საუბრობდით, აი ის პატარა საიდან დავიწყოთ? ყველაფერი ყველა გზა იწყება შიგნით. ანუ ყველა გზა, ყველა დასაწყისი თუ დასასრული იწყება მხოლოდ აქ. ამიტომ ერთადერთი რჩევა მე რაც შემიძლია ადამიანებს უთხრა, რომ შიგნით გადაიტანე შენი თვალი. შიგნით შეიხედე ღრმად, დაუსვი ყველაფერს კითხვა, ყველა მოქმედებას, ყველა შენ ცხოვრების მოცემულობას, რუტინას, კითხვა დასვი შენ თავთან, არა სამყაროსთან და არ გულისხმობ სამსახური როგორია, ოჯახი როგორია, ის როგორ მიქცე, ეს არის გარე.
შიგნით დასვიკითხვა. კითხვის დასმა დავიწყოთ მე შიგნით რა ხდება. აი ამის იქეთ მე როგორი ვარ, აქ რა ხდება. ანუ გავიხედოთ აი უკან. აი ყველაფერს ხედავ, მაგრამ უკან რა ხდება. ყველაფერი იწყება აქ. აბსოლუტურად. და შეგვიძლია ამასთან მუშაობით, ამ კითხვების დასმით უკვე ბევრი ინფორმაცია მივიღოთ და ბევრი ჩვენაც გადავაჩვიოთ. ნამდვილად და ეს იქნება ნაბიჯი საკუთარი თავის გაცნობისკენ ასე ვთქვათ და საკუთარი თავის და ეს მე ამას ვიტყვი რომ საკუთარი თავი არნიშნავს რომ მე ვარ აქ რჩევ თუ თქვენ ადამიანი თავის თავში შეიცნობს ამ სამყაროს ლიანად სამყარო შეიცნობს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. აქ არ ვიფიქროთ რომ ახლა მე რო ქეთი გავიცანი თქვათ დაგჭი ქეთის არა. თელ სამყაროს დამახლოვდები. ხვდები რომ ჩვენ ყველანი ერთი ვართ. ძალიან საინტერესო რამხელა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც პატარ-პატარ ნაბიჯებიდან უკვე სადამდე მიდიხარ ადამიანი ამ რეალურად. აი სულ ამხელა ნაბიჯი ნიშნავს სამყაროში გადადგმულს ნაბიჯს. დიდი მადლობა ქეთი. დიდი მადლობა ვინც გვისმენთ, ვინც მოგვისმენთ და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მოგწეროთ კომენტარებში, ჩვენ კი პასუხობთ და მომავალ შეხვედრამდე.